მედია ჩემი სტუმრობა იქნება ფეხბედნიერი თქვენთვის და ჩემთვისაც არ განმეორდება 24 წლის ივლისში ზუსტად 2 წლის უკან თქვენი გადაცემის შემდეგ დამკეტა ყველა ტელევიზიამ 2 წელი და მიზეზი იყო რომ მე ვიკას რაღაც ვაწყენი რომელიც მე ძალიან მიყვარს სამბავთ ბატონშალვა არა მგონია რომ ერთადერთი მაშინ მე ვთქვი რომ ოპოზიცია გაყიდის მალე არჩევნებს 24 წლის და დაგვრჩება გაღებული პირები გაოცებისგან აი ახლა ჩვენ ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით ამ ფორმულირებაში, მაგრამ მე მგონი არ არის ახლა ეს საინტერესო ჩვენი. არა, მაგრამ თქვენ ახლა ხედავთ რომ მთელი საქართველო ითვლის გილაურმა რამდენი მილიონი მიუტანა ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას 30 მილიონი 50. ანუ სწორი გამოვდექი და არაფერი საწყენი არ იყო. ახლა მე მინდა რომ კი ბატონო, ჩემი პრობლემა ხანდახან ნაადრევად ვამბობ სიმართლეს. ბატონშალვა, მე მინდა რომ ვისაუბროთ ძალიან ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, პრინციპში აქციები და სანქციები გახდა ის ამბობს რომ ეს არის ასე ვთქვათ დანაშაულებრივი სანამ დაამთავრებთ საინტერესო კითხვას აქციები და სანქციები ლეიბორისტული პარტიის კონცეფცია იყო უკვე 10 წელია როცა ჩვენ დავიწყეთ ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობა ვაშინგტონში 2013-14 წლებიდან ეს გაცხადებული კონცეფცია გახდათ მე ეს გაიზიარეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მოეწონათ როგორც ბევრ ამას ჩვენგან იღებენ მაგრამ ისევე აღარ აკეთებენ როგორც ჩვენ ვაკეთებთ და ახლა მე განსუფრებული ვარ რატოს თხოვენ იმათ პასუხს ეს ჩემი კონცეფცია იყო გარეთ სანქციები შეგნით აქციები და რეჟიმის მოშტობა რომლის დამთავრების შემდეგ საქართველოს გაეხსნება გზა მომავლისაკენ როგორი უნდა იყოს ოპოზიცია კი ბატონო როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სტრატეგია ამ ტიპის განცხადებების საპასუხოდ რას ეთყოდით თქვენ რეჟიმს რომელიც ამბობს რომ აქციების გამართვა სანქციების მოთხოვნა არის იმ ტიპის ქმედება რასაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისგებლობა მოყვეს პრინციპში ეს ნიშნავს რომ ოპოზიციონერი თავისი შინაარსით რომელიც ზუსტად უნდა მუშაობდეს იმაზე რომ თუ კი დანაშაულებრივ ქმედებებს ხედავს ხელისუფლების მხრიდან იქ თხოვდეს სანქციებს მოუწოდებდეს სანქციებისთვის ეს ითვლება დანაშაულად ახლა თქვენ სწორად ბრძანეთ რომ რეჟიმი დაასახელეთ როცა რეჟიმი და დიქტატურაა იქ დანაშაულად ითვლება ყველაფერი, რაც გაბატონებულ ფენას ხელს უშლის ძალაუფლების პრობასა და ფულის კეთებაში. და რა თქმა უნდა, მათ მიზეზად მოაქვთ საწინააღმდეგო პოზიცია, ოპოზიციის აქტიურობა, მართალი სიტყვა, ტროტუარზე დგომა, მხილება დანაშაულებებისა, რომელსაც ისინი შადიან, აღნიშნული ყველაფერი მათ ასე ვთქვათ, უფრთხობს სიმშვიდეს, რომ უპრობლემოდ მოიპარონ, გძვარცონ და იბატონონ. გარდა ამისა, მათ ივანიშვილს მივაჩნივართ ძევლად აყვანილ მონებად. ძევალს კიდე რაღაცის უფლებები აქვს, მაგრამ ძევალი მონა კიდე სხვა რამეა, რომლებმაც ხმარ უნდა მოვიღოთ აი ამ ღირსეული არსების წინაშე, რომელსაც ვიმეორებ ჯერ აი ხიდა რო ჩამოდიოდა მაიმუნი, იმას მეტი ის ქონდა ინტელექტის ზნეობა და მეტყველება. დიაშია ტაცებლური და ველური ინსტინქტები მასში უხვადაა მოჭარბებული და აი ასეთივე ერთუჯრედიანი მტაცებლების ჯოგი შექმნა თავის გარშემო და ამ ჯოგის გრიალს ჩვენ ხედავთ როგორ იტაცებენ ჩვენს ლამაზ სამშობლოს, როგორ მიეზიდებიან ჩვენი შვილების ქონებას, თავიანთი შვილების სახელზე, ბანკებში და ანგარიშებზე და რა თქმა უნდა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაუჟელად გააკეთონ, საჭიროა მორჩილება, მონობა, ხმის არამოღება და ყურება მარტო იმის, რაც ჩვენ თავს ხდება და ეხლა ასეთ რაღაცას ქართველი ხალხი არასოდეს თავისი არსებობის მანძილზე არ უშვებდა, ყოველთვის იყო პირველი უსამართლობასთან ბრძოლაში ეხლაც ამ გენეტიკურ ფორმულას ხალხი არ უღალატებს. აი ოპოზიციონერები მართლა რომ გადგნენ დღესვე გარეთ და ახლა იყვნენ ბრძოლაზე და თქვა რომ აი ჯანდაბას ნუ რაც არის ავიტანოთ ავამტყოფი მანიაკი ბოლოს და ბოლოს ახლა მათუსალა ხო არ არის რა 900 წელი ცოცხლა მათუსალამდე ახლა ჩვენ 100 წელზე მეტი არ ცოცხლობთ თუ გაგვიმართლეს იმ შემთხვევაში ხო ჯანდაბას დავანებოთ თავი ხალხი მაინც არ შეეგუება ამას არ შეეგუება ის ახალგაზრდები თვალ ვარსკვლავ ახალგაზრდები მე მიყვარს ამ სიტყვის თქმა და ასეთებია მართლა რომლებიც აი ამდენი გავრილოვის ღამიდან
იქ გაიზარდნენ, დავაშკაცდნენ, ბევრი ოჯახი შეიქმნა, ახალგაცნობილი ბავშვებისგან, შვილები ყავთ უკვე. არ ეგუებიან, არც ციხის ეშინიათ, არც დაკავების, არც ხარებას სპეცრაზმის, არც დაშინების დატერორების. ამიტომ მთელი ხალხი აღმდგარი. აი რა შეიცით საქმე? პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ერთმანეთთან ცხადამგლებივით არიან და აქვს დაკა და ჩხუბი და უთანხმოება და ეხლა იქ ჰარმონია არ დამყარდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხი აღმდგარი ძალადობის, დიქტატურის, ბანდიტიზმის წინააღმდეგ თავისი მომავლის გადასარჩენა და აქ რომც არ უნდოდეს რომელიმე ვთქვათ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოს აქტიურობა და თავის გამოჩენა ვერ იცავს ამას. უბრალოდ ხალხი უკიდან დაწვება და გაგდებს რომ მიდი ამოიღე ხმა. რა საკეთებ, რა ზიხარ, რა დაგიღია პირი. აბა რა არის შენი მოვლენა და სწორია ეს ხალხი. მით უმეტეს თვითონ გაძლევს მაგალითს. თქვენ როგორ ხედავთ უახლოეს მომავალში ოპოზიციური ალიანსების შექმნის პერსპექტივას? არა, ალიანსებზე ნუ ვისაუბრებთ ვიკა ეხლა, რადგან იქ სადაც დიქტატურაა, ოპოზიციური ალიანსი და ოპოზიცია არის აი თითიდან გამოწვეული არგუმენტი. ოპოზიცია რო ძლიერი იყოს და პოლიტიკური ბალანსი შექმნილი ქვეყანაში, დიქტატურა არ იქნებოდა. ივანიშვილები, პაპუაშვილები, კობახიძეები, ამათი მოსამართლეები, მურუსიძეები, ამათი ღარებები, მარებები არ იქნებოდნენ. სადაც ძლიერია ოპოზიცია, იქ დიქტატურის შანსი არ არსებობს. ოპოზიცია რო არ არის და გამოსავალი რა არის ბატონ შალვა? გამოსავალი არის სახალხო წინააღმდეგობა, მათ შორის საჯარო, მათ შორის ქუჩის პროტესტი და სანქციების გზით ივანიშვილის პირადად მისი კრიმინალური გარემოცვის და მთელი მისი ხელისუფლების მოშტობა. და ოპოზიციას ხედავთ აი ამ პროცესში და რა კონფიგურაციით ხედავთ? ოპოზიცია ამ პროცესში უნდა იდგეს ხალხთან ქუჩაში, ერთად ეხლა აი ეს მინდა გკითხოთ. არის ფარისევლობა იქნება. ეხლა ჩვენ მაგალითად არ მინდა ეხლა კონკრეტული სუბიექტები დავასახელო, მაგრამ ვერ დავდგებით ოპოზიციას და რომელიც ხან ივანიშვილის საწულში ნებიურობდა, ხან მერე გამოექცეოდა, წაიჩხუბებოდა, მერე ისევ გაურიგდებოდა და ასე შემდეგ. ყველა ოპოზიციას აქვს თავისი გზა, თავისი ბიოგრაფია, თავისი მომავლის ხედვა, ამიტომ ხალხთან უნდა ვიდგეთ. ხალხთან, მაგრამ აუცილებელი არის რომ ერთმანეთს გადავხვიოთ ხელები, ერთისია გავაკეთოთ და კუჭისვენა მოვუღოთ ერთმანეთს. ეს არც არის. თუმცა გასული არჩევნების მაგალითი რას გვეუბნება ბატონ შალვა, როგორ ფიქრობთ, გასული არჩევნების მაგალითი, რომელსაც თქვენ უწოდებთ და ჩვენ ყველანი გაყალბებულს, რომლის გამო არ აღიარეს დღემდე ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ გაყალბების შანსი შესაძლოა ნაკლებად იყოს ერთობის პოლიტიკით. არა ვიკა, რადგან ახლა გასული არჩევნები მაგალითად არ გამოგვადგება, რადგან მაშინდელი ოპოზიცია ძირითადად გაურიგდა ივანიშვილს, მოილაპარაკეს რომ უმრავლესობით შევიდოდნენ, გილაური იქნებოდა პრემიერი, ივანიშვილი გვერდზე გადგებოდა, იქ რაღაცა ძლიერი ოპოზიცია ეყოლებოდა და წავიდოდა დემოკრატიულობანას თამაში. ეს გარიგება არ შედგა და ლეიბორისტული პარტია გამოვარდებოდა აქედან მთლიანად, მიგვიჩნიეს ასე ვთქვათ, თეთრ მგელა თუ შავ მგელა, როგორ არის ნათქვამი. ხო, მაგრამ ეს ჩაეშალათ, დაერიათ საქმე და ამიტომ არის სხვათა შორის არჩევნებს როგორ უყურებთ? ანუ რას აპირებს ლეიბორისტული პარტია არჩევნებს? ლეიბორისტული პარტია აპირებს იმას, რომ ივანიშვილი მისი დანაშაულებრივი ბანდით მოაქციო სრულ სანქცირებაში, ჩვენი დაწყებული ახლა ამაში სხვა რა შეგვეთავება იმედია, ჯობია უფრო აღშენებლობით საქმეებით ყოფილიყავი დაკავებული 14 წელი, მაგრამ რო ხედავ რომ ქვეყანა ინგრევა და მტრები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, ბუნებრივია მტრულად ხვდები, მაგრამ მაქსიმუმს აკეთებ, რომ დაამარცხო მტერი, ქვეყნის მტერი, ხო? დაწყებულია ჩვენი სანქცირების პროცესი ვაშინგტონში, მერე ეს გადაედო ლონდონს, ეხლა უკვე ბრიუსელი აჭარბებს იმათ, აგერ ეხლა რაც მიიღო ჰააგის ეუთოს რეზოლუცია, ჰააგის რეზოლუციის სახით. ეს არის რამდენიმე სანტიმეტრი ჰააგის ტრიბუნალიდან. არაფერი აღარ აცილებთ ჰააგის ტრიბუნალს აებ დამნაშავე ჯგროს და შესაძლებელია ხვალდაზე დაიწყოს დაპატიმრების ორდერების გაცემა ივანიშვილებზე და მთელ მის დანაშაულებრივ კამარილიაზე, რადგან აი ეს რეზოლუცია სწორედ უნივერსალური იურისდიქციის და საერთაშორისო მართლმსაჯულების
ჩართვას გულისხმობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანუ მთელი ევროპა და დემოკრატიული სამყარო არის ჩვენს გვერდით, აი ამ დიდ ბრძოლაში და ეხლა შანსი არ არის მან გაუძლოს ქართველი ხალხის ზეწოლას პირველ რიგში და შემდგომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას და შანსი არ არის რომ ის გადაარჩინოს ამ პეკინმა, ან მოსკოვმა, ან გარდაცვლილმა აიათოლამ ირანში, რომლის დაკრძალვაზეც იმდენი ცრემლი ღვარებს რომ ალბათ პალიასტომის ტბას აავსებდა. ბატონ შალვა, არჩევნებში მონაწილეობა ვიგულისხმე მე, იმიტომ რომ აქაც რაღაცნაირად გაყოფილია აზრები, მათ შორის საზოგადოებაში. თქვენი მოსაზრება როგორია? არაფერი გაყოფილი აზრები არ არის, ჩამოყალიბებულია დემოკრატიული მსოფლიო საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს აი ამ ჰააგის რეზოლუციამ პირდაპირ გამოაცხადა, მომავალი არჩევნები თუ ასეთი ჩატარდება, არალეგიტიმურად იმ შემთხვევაში, როდესაც არ იქნება გათვალისწინებული მოთხოვნები სამართლიან არჩევნებზე და იგივე წესებით, იგივე CSKOT-ი, იგივე გამყალბებლებით, იგივე ჟუჟუნო კოორდინატორები და იგივე ფულის დარიგებით ჩატარდება. წინასწარ გამოუცხადეს ეგეთ რამე არ მახსოვს მე საერთაშორისო პრაქტიკაში, რომ არ იქნება ლეგიტიმური არჩევნებიო. ანუ რეჟიმმა უნდა დათმოს ძალაუფლება, შედგეს სამართლიანი არჩევნებამდე? არჩევნებამდე, აბა უნდა განაცხადო რომ მივდივარ. და თქვათ არ მიდის ამ სცენარით რეჟიმი? იღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში თქვენი პარტია? ვიკა, ამ სცენარით თუ არ მიდის, მათ ელოდებათ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი, სპეციალური საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია, რომლის ძალითაც ბუჩქებში შემალულ ბიძინა ივანიშვილს დააკავებენ ან აბას თუმანში, რომელიც მიიტაცა და დაანგრია, ან ჭორვილაში, ან კიდე სხვა რომელიმე მის ბუნკერში, რომლის გარშემოც ახლა დააყენა დრონების საწინააღმდეგო სისტემები, რომ არაფერი დაეცეს თავზე, მაგრამ მე უკვე ვეუბნები, რომ მას ხალხის რისხვა აქვს თავზე დაცემული, ეს ყველაზე საშიში დაცემაა, ვიდრე ფიზიკურად რამე რომ მოხდეს კაც. დააკავებენ და წაიყვანენ იქ და მე დაიწყება მას თანამებრძოლების გაგზავნა ტრიბუნალზე. ეს მოხდება იმის გამო, რომ ქვეყანაში არ დარჩა სასამართლო ხელისუფლება. ქვეყანაში არ დარჩა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინსტიტუტები, რომლებიც მოსთხოვენ პასუხს დამნაშავეებს. გადაიქცა ივანიშვილის კანტორად, ნოტარიუსად, სასამართლოს პროკურატურას, უშიშროებას, პოლიციას და ასე დროს საერთაშორისო სამართლის მიხედვით საერთაშორისო ტრიბუნალი ერთვება, იმიტომ რომ ქვეყანას არ აყავს სასამართლო. ესე მოხდა თქვათ იგივე სერბიაში. ახლა მაგალითად ტრამპმა გამოსცა მაპატიეთ რამდენიმე ბრძანებულება, რომელიც მართლა გადააჭარბა ამ ემიგრანტებზე განსაკუთრებით და სხვადასხვა. ასევე გადასახადო იმის შეცვლა მოინდომა ფორმატის ძალიან სერიოზულად. და ყველა ეს ბრძანებულება გაუუქმეს სასამართლო ორგანოებმა. იმიტომ რომ იქ სამართლებრივი სახელმწიფოა. ტრამპი კი არა, აი ტატაროზი რომ მოვიდეს, ტატაროზი ჯერ ერთი არ მოვა იმ დემოკრატიაში. ხო? ვერაფერს ვერ იზავს, იმიტომ რომ იქ აკონტროლებენ ხელისუფლების შტოები ერთმანეთს და როგორც კი ერთი გადაცდომას ჩაიდას, იმავე წუთს ნიველირებულია მეორე შტოს მიერ. აქ ეს ყველაფერი დაამსხვრია პუტინ ივანიშვილის დუეტმა, ფაქტურად მოახდინა საქართველოს შიდა ოკუპაცია, გარშემო შემოაღობია პუტინს ეს ტერიტორიები და აბარებს უკვე აფხაზეთს და ცხინვალს და იცით რომ უკვე შეერთებაზე დგას შიდა ქართლის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან, რესპუბლიკა ალანიასთან ერთად საკითხი, იქით სოხუმში დღე-დაღამე იმყოფება პუტინის პირადი წარმომადგენელი სამარცხვინო ქართველი და მოძმე ებრაელი ხალხის ერთობლივი სირცხვილი, კირიენკო, რომელსაც ევალება ეხლა ანექსია ცხინვალის და აფხაზეთის და იქ აეროპორტების გახსნა, დღეს უკვე დაჯდა სოხუმის ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ აეროპორტში. ბაბუშერას აეროპორტი იყო და ეხლა დაურქმევიათ იმ კასიჭამე არძიმბას სახელი და დაჯდა დღეს უკვე ორენბურგის ახალი რეისი ორენბურგიდან და ასევე მოსკოვიდან დაფრინავს, პეტერბურგიდან დაფრინავს, ანუ მიდის აი ჩვენი ძირძველი მამულის ჩამორთმევის, წართმევის პროცესი, ეს ერთი და მეორე შიგნით პუტინმა მოახდინა ანექსია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დაშალა სახელმწიფო ივანიშვილის ხელით, აი ამ მოღალატეების საშუალებით გააქრო სასამართლო ხელისუფლება, მასმედია რა დღეშია კი ვხედავთ, მოსკოს საარჩევნო სისტემა, ადამიანებს აღარ აქვთ არჩევანის უფლება, რა არჩევნების ჩატარებაზე ვსაუბრობთ, მთავრობა გადაიქცა მოსკოვის შეკვეთების შემსრულებელ ინსტრუმენტად და პარალელურად თეირანის ან პეკინის
სატელიტურ ორგანიზაციად, ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ახლა არ შეიძლება ისტორია არ გავიხსენოთ, მე-13 საუკუნეში შაბურ პირველი მეფობდა სასანიდების დინასტიიდან სპარსეთში. სპარსეთი ეს არის ყველაზე ხალხი, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი, ნიჭიერი, საოცარი, დიდი პატივისცემა. მაგრამ სახელმწიფოებრივად ირანი, სპარსეთი არის უძველესი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის. მანამდე სანამ არაბები მოვიდოდნენ, თურქები მოვიდოდნენ, მონგოლები მოვიდოდნენ და რუსები მოვიდოდნენ, მანამდე სპარსეთი იყო ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრიობის მოსპობი და იქ ზოროასტრიული ტაძარი გახლავთ პერსეპოლისში, სადაც იბერია, ანუ ქართლის სამეფო მიჩნეულია მაშინდელი სპარსეთის, სასანიდების სპარსეთის ნაწილად. და მერე, როდესაც რომის იმპერიასთან ჰქონდა ომი, საშინელი ომები მე-13 საუკუნეში, და ტყვედ ჩაიგდეს რომის იმპერატორი ვალერიანე სპარსელებმა. და ეს ფაქტი აცნობა ყველა თავის მეზობელს ამ შაბურ პირველმა, რომ მიელოცათ მისთვის რომის იმპერატორის დატყვევება. და რა მოხდა? არ მიულოცა იბერიის მეფემ. იბერიის მეფემ არ მიულოცა. ეს მართლა ძალიან დიდი გამარჯვება იყო, რომის იმპერია ხო არ იყო ეს რაღაცა პატარა ეთიოპია, ხო? და რა თქმა უნდა დაატყდათ რისხვა, მაგრამ მერე უკვე დამარცხდა მაინც სპარსეთი რომთან ბრძოლაში, დაიდო ხელშეკრულება და საქართველო იბერია მიჩნეული იქნა რომის იმპერიის ნაწილად და სამეფო ტიტულატურა უნდა გამოგზავნილიყო რომიდან. ანუ მე-13 საუკუნეში ასევე პრობლემა გახდა საქართველოს საგარეო ორიენტაცია, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ირანი. და დღესაც გავიდა 17 საუკუნე და რაც ხედავ პეკინზე და მოსკოვზე მეტად ირანმა შეგვითრია ისევ იმ შუა საუკუნეებრივ სივრცეში და ისევ ფაქტურად გავხდით მისი პოლიტიკური სატელიტი იმ დონეზე, რომ ტერორიზმის გამო მოკლულ მათ ლიდერს გლოვიარე და დამტირებლად ხავს საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სამარცხვინო არსება. რატომ აკეთებენ ამას? რა სიგნალია? იმიტომ რომ რატო გეკითხებით? იცი შეიძლება დამაბნეველი იყოს მაყურებლისთვის. ერთის მხრივ მუდმივად გვესმის, რომ ცდილობენ თითქოს დალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არაფერს არ აკეთებენ ამისთვის. პარალელურად ხედავთ, რომ ირანში ჩადის ამ ფონზე, ირანში ჩადის ყაველაშვილი. როგორ უნდა გაიგოს ეს საზოგადოება? სავსებით მარტივად. ისინი ამერიკასთან კი არ ცდილობენ დალაგებას და ევროპასთან. ულტიმატუმის წესით ეუბნებიან, რომ თქვენ შეეგუეთ ჩვენს მუდმივობას. იმას, რომ აქ არჩევნები აჩატარდება, იმას, რომ აქ იქნება მოსკოვის კონტროლი რეგიონზე, და მთლად იქ თქვენი ინვესტიციები და თქვენი აბრეშუმის გზის საკითხები ვერ იქნება ისე, როგორც ითხოვს საქართველოს და გლობალური გეოპოლიტიკური ინტერესები. შეეგუოთ იმას, რომ აქ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები და ოპოზიცია გარდა ჩვენს მიერ შექმნილი და სუსტში გამოცდილება მიღებული პარტიებისა, როგორც არის მორფინისტი გირჩევისა, ალტპუტინიტო თუ რა ქვია იმ კიდე რაღაცებს პრორუსული ჯგუფები. ეს არავითარი ოპოზიცია არ იქნება. და ეხლა რა შეიცით საქმე, როგორ არის მენტალიტეტი, ხო არის გურიაში აუცილებელი სადღეგრძელო მშვიდობის. ქართულ სუფრაზე მთლიანობაში ხო არის მშობლების სადღეგრძელო, შვილების სადღეგრძელო. ყველა ხო ვართ ამ გენეტიკაში გადასული სტერეოტიპების ტყვეები, კაი გაგებით, ხო? დავანებოთ თავი იმას, რომ თქვათ ერთი ცოლი და ერთი ქმარი უნდა ყავდეს ჩვენ საზოგადოებაში ადამიანს და ეს მიღებულია და წესია უკვე სულიერი მდგომარეობა, ხო? ასია ამერიკაში და ევროპაში საარჩევნო პრინციპი, რომ ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს და არ არსებობს 2-ზე მეტი ხელისუფლება დარჩეს და ის იყოს კეთილშობილის ბოროტებად იქცევა. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, ახლა რეიგანს ისტორიულ პრეზიდენტს 2 ვადა რო ამოეწურა. დაეყენებინა მოთხოვნა, რომ მე მე-3 ვადითაც მინდა უნდა ვიყარო კენჭი. და არ წასულიყო კალიფორნიაში, არ გაიხსნა თავისი ბიბლიოთეკა და არ გაეტარებინა პენსიონერის რანგში სიბერე. შანსი არ იყო, ამერიკა აფეთქდებოდა. მოენდომებინა ლინდონ ჯონსონს, მოენდომებინა კლინტონს, კიდევ ვინ იყო ისტორიული თუ არაისტორიული. ეს არის კანონი, გენეტიკაში გადასული.
და შანსი არ არის ეხლა მაპატიეს შედარებაზე დავით აღმაშენებელი იქნება და აღმაშენებელი იყოს და ავიტანდით ყველაფერს თუ ბიძინა ივანიშვილი თუ პეტრიაშვილი თუ კადაფი თუ ჰუსეინი თუ მაოზედუნი თუ ვინ ამით დაუწყოს ვაჭრობა დასავლეს და უთხრას რომ იცით მე დამტოვეთ სამუდამოდ და დანარჩენი აგერ გადავტვირთოთ ბატონ შალვა დავიწყოთ ბატონ შალვა ალეკო ელისაშვილს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დღეს ამაზეც მინდა თქვენი შეფასება მოვისმენთ მაგრამ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით გეტყვით რომ ურთიერთობა ჩვენი ალისაშვილთან მაინც არ იყო ბრწყინვალე ახლა მაგის დრო არ არის რადგან აი როცა ჩვენ წაგვართვეს დაფინანსება და ის უფლებები რაც პარტიას უნდა ჰქონდეს ელისაშვილი გამოიყენა რეჟიმმა ის და პაპუაშვილი ისხდნენ ტელეკომპანია იმედში და ნუ მოკლედ ერთობლივ დუეტში გადაგვიარეს და საფუძველი მომზადდა აი მისი მე პარლამენტში შესვლა პირველი შევიდა გახსოვთ ეს ყველაფერი მაგრამ აი ივანიშვილის მანიაკალური თვისება რა არის იცით კიდევ ვისაც თავისაც თulis თუ ჩათვალა რომ მან უღალატა მას აიქ უკვე ხდება უარესი ვამპირი ვიდრე არის ფაქტიურად ანუ მან ჩათვალა ეხლა ელისაშვილზე რომ მას პირადად უღალატა და თქვათ ის რაც ურთიერთობა ჰქონდა თავის დროზე ეს პრინციპები დაარღვია ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რომ აქ არის ფორმალური შემადგენლობა დანაშაულის ფორმალური ამიტომ ასეთ საქმეებზე ახლა ამგვარი განაჩენის 13 წლების გამოტანა ნუ მართლაც ნიშნავს რომ პათოლოგიაშია დიქტატორი ჩავარდნილი და აქვე შეგახსენებთ რომ უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო ალეკო ელისაშვილზე ძებნა გამოცხადებულია აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ხედავთ თუ არა გეტყვით რომ ურთიერთობა ჩვენი ალისაშვილთან მაინც არ იყო ბრწყინვალე ახლა მაგის დრო არ არის რადგან აი როცა ჩვენ წაგვართვეს დაფინანსება და ის უფლებები რაც პარტიას უნდა ჰქონდეს ელისაშვილი გამოიყენა რეჟიმმა ის და პაპუაშვილი ისხდნენ ტელეკომპანია იმედში და ნუ მოკლედ ერთობლივ დუეტში გადაგვიარეს და საფუძველი მომზადდა აი მისი მე პარლამენტში შესვლა პირველი შევიდა გახსოვთ ეს ყველაფერი მაგრამ აი ივანიშვილის მანიაკალური თვისება რა არის იცით კიდევ ვისაც თავისაც თulis თუ ჩათვალა რომ მან უღალატა მას აიქ უკვე ხდება უარესი ვამპირი ვიდრე არის ფაქტიურად ანუ მან ჩათვალა ეხლა ელისაშვილზე რომ მას პირადად უღალატა და თქვათ ის რაც ურთიერთობა ჰქონდა თავის დროზე ეს პრინციპები დაარღვია ეხლა მე პირდაპირ გეტყვით რომ აქ არის ფორმალური შემადგენლობა დანაშაულის ფორმალური ამიტომ ასეთ საქმეებზე ახლა ამგვარი განაჩენის 13 წლების გამოტანა ნუ მართლაც ნიშნავს რომ პათოლოგიაშია დიქტატორი ჩავარდნილი მიუხედავად იმისა რაც თქვი და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს აი ელისაშვილის მაგალითი მეგობრებო მე არ ვამბობ ამ დროს სოლიდარული უნდა ვიყოთ რაზეა საუბარი ეს კიდევ ერთხელ მოწმობს რომ აი დიდი ვაჟას სიტყვები ბილწთ არ შავეკური ზავითა ბილწებთან არ შეიძლება ზავით მოქმედება რაღაცა ბრძოლის შესუსტება მორიგება გარიგება ბილწი იმიტოა ბილწი რომ მისი მიზანია სატანა და ეშმაკი ჩაუსახლოს ადამიანს იყიდოს მისი სული და თუ ეს ვერ შეძლო მე გადმოვიდეს შეტევაზე ამიტომ ეს ჭკუის სასწავლებელი პრეცედენტი არა მარტო ეს კიდევ სხვა პრეცედენტები რაც გითხარით ზოგიერთი პარტიის მოქმედებაში როცა გამოურიგდნენ და მე ესე წავიდა მათი საქმე და ქვეყნის საქმეც ანუ ბილწები უნდა განვაგრძოთ ჩვენგან მოვაცილოთ პოლიტიკას გამოუგავოთ ოლიგარქია ხელისუფლებიდან აი პირდაპირ გაგებით გამოუგავოთ და არავინ არ დავტოვოთ იქ სუბიექტი ვინც პულის საშოვნელად ქვეყნის ბედით ვაჭრობის მიზნით მივიდა იქ და ასეთია მთელი პარლამენტი შეხედეთ რა ხალხია შეყრილი ვინ არიან საიდან მოვიდნენ ვერ კითხულობენ ვერ აზროვნებენ ვერ აფიქსირებენ ასს არ აქვთ ინტელექტის ნასახი არ აქვთ სახელმწიფოებრივი მუშაობის არც სურვილი არც გამოცდილება არც განათლება და ისინი წყვეტავენ აი ამ უძველესი ერის მომავალს ჩვენ ამის უფლებას მათ არ მივცემთ ძალიან მალე რეჟიმი ჩამოიშლება
ჩამოიშლება აუცილებლად ქართული ხალხის ნებით და სოფლიო დემოკრატიის დახმარებით. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, ვიკა, რო არ გვენახა ჩვენ 10 წლის უკან მეგობართა ეს ჯგუფი ვაშინგტონში, რომლებიც კბილებით იცავს საქართველოს ამ რეჟიმისაგან და კბილებით გაიტანა ვილსონმა ეს ჰააგის რეზოლუცია. უიკერი რო არ გვენახა, კოენი კონგრესმენი რო არ მოგვენახა, სენატორი კრუზი რო არ მოგვენახა, ეს პირადად მე და ლეიბორისტულმა პარტიამ, ხო? დღეს ვინ გვეყოლებოდა მეგობარი და ამ საკითხების გამტანი და გადამფარებელი და დამძვრელი. ტრამპს ახლა იმდენი საქმე აქვს და ამერიკის პრეზიდენტებს რომ აჰა ჩვენ შეიძლება გავახსენდეთ კვარტალში ერთხელ და წელიწადში ერთხელ და ისიც შეიძლება არ გავახსენდეთ, ხო? აი ეს სამეგობრო ჯგუფი, აი ეს ეროვნული გმირები საქართველოში არის ის ხალხი მეგობრებო, რომლებსაც რეჟიმის მოცილების შემდეგ უნდა მივანიჭოთ საქართველოს საპატიო მოქალაქეობა და საქართველოს ეროვნული გმირობა. დამერწმუნეთ, მათ გარეშე ჩვენ აი ამ პარაზიტიზმს ვერ მოვიცილებდით მშვიდობიანად. დიდი მადლობა, შალვა ნათელაშვილი იყო. კარგად იქნება ყველაფერი, გული არ გაიტეხოთ მეგობრებო.